დაიწყეს მეგობრებმა შემოერთება, დიდი მადლობა. ვეზადებით რომ დავიწყოთ საუბარი პირდაპირ ეთერში. გამარჯობეთ როგორც მეგობრებო, დღეს დიდი დღეა. გამარჯვებასთან დაკავშირებული 80 წელი გავიდა ფაშიზმზე გამარჯვებიდან. ევროპის დღეც გარკვეულწილად ყველაფერი ამას დაუკავშირდა და ევროპის დღეა. ბევრი ფიქრობს, რომ ევროპა დამთავრდა, გამორიცხულია ეს ევროპაში ხელისუფლებები შეიცვლებიან, ევროკავშირის ხელისუფლება შეიცვლება, მაგრამ ევროპა იქნება გამორჩეული ყოველთვის და ამიტომ ვისურვოთ, რომ ვიფიქროთ არა ვინმეს აქცევა დამარცხებაზე, არამედ ვიფიქროთ იმაზე, რომ ძლიერი იყოს ევროპა, ძლიერი ვიყოთ ჩვენ, ძლიერი იყოს ქრისტიანული სამყარო, იყოს თანამშრომლობის ძალიან დიდი განწყობა და ერთმანეთთან კი არ ვქიშფობდეთ, არამედ ერთმანეთთან თანამშრომლებდეთ. დრო გადის და ბევრი რამ, რაც მეცნიერთა კონგრესმა ჩამოაყალიბა, უკვე რეალობად იქცა და მე გაყოფილებით აღნიშნავ, რომ არაერთი ჩვენი მეგობარი უკვე საუბრობს იმაზე, რომ ეს გარკვეული წლების წინ ასე ჩამოაყალიბა მეცნიერთა კონგრესმა და პროგნოზი გამართლდა. აი განსაკუთრებით მინდა ხშირად საუბრობ მე ამ წიგნზე საცივილიზებული სამყაროსკენ. აი ამ წიგნში ჩამოყალიბებული ეს ხომ დაახლოებით 10 წლის წინ მომზადდა ეს წიგნი. ჩამოყალიბებული პროგრამები რაც დრო გადის, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რაც დრო გადის, მით უფრო საინტერესო ხდება და საერთოდ ის რაც ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინასთან არის დაკავშირებული, ის კიდევ უფრო გამოკვეთილ მიმართულებას იძენს, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული ნაფიქრალია იქ მეცნიერების, ეს არ არის ემოციაზე, ეს არ არის რაღაც ვიღაცას თავი მოაწონო იმაზე აგებული. ეს არის სახელმწიფოებრივი დოკუმენტი, რომელიც სწორედ ძალიან ძლიერი პიროვნებების მიერ შეიქმნა და მოსაზრებად სწორედ ასეთი იყო რომ ქვეყნის განვითარება რომ ასე კონკრეტულად რომ ჩამოვაყალიბოთ იყო ასეთი პრინციპული პოზიცია რომ საქართველო არ უნდა იყოს სხვა ქვეყნების მით უფრო დიდი ქვეყნების დაპირისპირების ქვეყანა. საქართველო უნდა იყოს ქართულ ინტერესზე სხვა ქვეყნების ინტერესდაზედების ქვეყანა. ეს ჩამოყალიბდა დაახლოებით 17-18 წლის წინ, თუ მეტი არა, მეცნიერთა კონგრესის მიერ, დრო ადასტურებს იმას, რომ ძლიერია ის ხელისუფლება, რომელიც ამას ახერხებს, რომ ჩვენ ვიყოთ არა დაპირისპირების ქვეყანა, არამედ ქართულ ინტერესზე, სხვა სახელმწიფოთა ინტერესების ზედდების ქვეყანა. მე რატომ ამბობ, ქართული ინტერესი, ადრე ვთქვი და აქვაც მინდა გავიმეორო, რომ დღეს 100 ადამიანი რო დასვა და უთხრა რომ დაწერეთ რაში მდგომარეობს ქართული ინტერესი, შეიძლება 100 სხვადასხვა ვარიანტი არსებობდეს. მაგრამ ძალიან დიდი დროის შემდგომ, დიდი დრო არ დაჭირდება იმას, რომ თქვენ ის ასივე კაცი შევჯერდეთ იმაზე, რომ არის 10-15 პოსტულატი, აი რომელშიც გამოკეთილად ჩანს ქართული ინტერესი. აი სწორედ ეს იყო მეცნიერთა პოზიცია, რომ
ჩვენ დაგვედო დიდი ქართული დოკუმენტი, ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა და გვეთქვა რომ აი ეს არის ქართული ინტერესი. აი ამაზე დაყრდნობით შეიძლება ვითანამშრომლოთ ყველასთან. აი ეს არის მთავარი ქართული დოკუმენტი, რომლისგანაც არ გადავალთ. ყველასთან იქნებოდით მართალი, ამერიკასთან, ევროპასთან, არავისთან ჭუბი არ დაგჭირდებოდა. იქნებოდა ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად და კარგად განვითარებული და არავის არ ექნებოდა, არც ჩვენ დაგჭირდებოდა ვთქვა და ესეთი კამათი და დისკუსია და ესეთი ლანძღვაგინება, ურთიერთ ლანძღვაგინება ჩვენ ევროკავშირის და ეხლა უკვე ამერიკის კონგრესმენებს, პარლამენტარებს, სხვა ქვეყნების ვაკრიტიკებთ და გონია რომ ამაში არის ძალა. და სამწუხარო ის არის რომ საქართველოში ეს ძალიან ბევრი ვინმეს უხარია და ფიქრობს იმას რომ ხედავთ რას ბედავენ ჩვენი ესა თუ ის პოლიტიკოსები თუ სახელმწიფოს ხელისუფლებაში ყოფილი პიროვნებები. სხვის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის ქართული საქმე. ქართული საქმე არის ქართული საქმის კეთება. ქართული საქმის კეთება არის პრინციპებისგან შედგენილი. ჩვენი კონსტიტუცია უვარგისია ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ჩვენ ამიტომ გადაწყვიტეს ძალიან დიდმა მამულიშვილებმა რომ შექმნილიყო ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა, რომ არავისთან არაფერი საკამათო არ გქონებოდა. აი, როდესაც აქ მაქვს ერთი რამ, რომელიც დღეს ძალიან ბევრგან გაზიარდა ჩვენს მიერ და აქ მინდა ვთქვა, რომ ძალიან არაერთმა და ორმა პიროვნებამ ქვეყანა ევროპაში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები სხვადასხვანაირად შეაფასა და ყველანი ამბობენ იმას, რომ ძალიან რთული მდგომარეობა ძალიან მარტივად დალაგდება ყველაფერი. აი ნახეთ დღეს ვითომ ეგონათ რომ დაპირისპირება იყო ინგლისმა, დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკამ ძალიან დიდ დოკუმენტს მოაწერეს ხელი განვითარება დაიწყო. აქეთ სხვა ქვეყნები, ჩინეთი, რუსეთი და სხვა ქვეყნები აწერენ ხელს დოკუმენტებს. გასაგებია არის ურთიერთწინააღმდეგობა, მაგრამ ისინი ანგარიშს უწევენ ერთმანეთს. მათ იციან რომ ასე ადვილი არ არის უკვე დაპირისპირება ქვეყნებს შორის. მით უფრო ძალიან პატარა ქვეყნებმაც კი და ქვეყნების მოქმედებამაც დაადასტურა რომ ქვეყნებს აქვს თავისი ინტერესი, მაგრამ ისინი არ ებრძვიან სხვას. თქვენ იშვიათად ნახავთ რომ ვინმეს კრიტიკა იყოს, მაგრამ იცავენ ეროვნულ ინტერესებს. გლობალიზაცია არის ობიექტური კაცობრიობის განვითარების ობიექტური კანონზომიერება. მას ვერ შეცვლის ვერავინ. ეს ტყუილა გონია ჩვენ რომ აი გლობალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა ეს არის უდიდესი შეცდომა. ამოცანა მდგომარეობს იმაში რომ გლობალიზაციის პირობებში შეინარჩუნო ეროვნული თვითმყოფადობა. ეს არის პოლიტიკოსობა, ეს არის დიდი პოლიტიკური კულტურა, ეს არის ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა და არა ის რომ თქვათ ყოველთვის ვიღაცას ებრძოდე, ხან გლობალიზაცია გაწუხებს, ხან ლიბერალიზმი გაწუხებს, ხან ფსევდოლიბერალიზმი გაწუხებს, ხან ურაპატრიოტიზმი გაწუხებს. შენ უნდა გქონდეს გამოკვეთილი შენი სახელმწიფოებრივი პოზიცია და ეს იქნება ძალიან ეს აქცევს წინ. აი ამ დოკუმენტში რომელიც დღეს ძალიან დიდი კამათი იყო გარკვეულ ჯგუფში, მესტიანთა კონგრესის გარკვეულ ჯგუფში, აი რუმინეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ბევრი ამბობს, რომ აი რუმინეთი ასრულებს ევროპის არსებობას ვერავინ ვერ ასრულებს ბატონო. ეს საქართველოშია ძალიან ცუდად განვითარებული პროცესები იმის თაობაზე, რომ თითქოს ევროპა ერთმა პიროვნებამ მითხრა გუშინ, აი აბა რუსეთის თქვი რომ არ შეიძლება რომ რუსეთს გავეგოთ ფეხქვეშ და პასუხი რა მომცა, აბა შენ ასეთი ევროპა გინდა? მე მინდა ევროპა და ისევე როგორც მე მინდა, მე ამას არც ვმალავ და ვამბობ პირდაპირ. ჩემთვის ევროპა არ არის რომელიმე პოლიტიკოსი, ჩემთვის ევროპა არ არის ევროკავშირი, ჩემთვის ევროპა არ არის ამა თუ იმ ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, ჩვენთვის ევროპა არის ის დიდი სულიერება და ტრადიციები, რომლითაც მოდის ევროპა, რომლის არათუ ნაწილი ვარ ჩვენ, საწყისთან მდგევართ, ჩვენ სათავეებთან მდგევართ. აი ამ ევროპის და ხშირად ვიმეორებ მე პლატონის გამონათქვამს, რომ მსოფლიო დიდზე დიდი რამ არის და ჩვენ მის უმცირეს ნაწილში ვცხოვრობთ, ფაზისიდან ჰერაკლეს სვეტებამდე. ფაზისი მდინარე რიონია, ჰერაკლეს სვეტები კი გიბრალტარის სრუტე. აი ეს იყო, აი აქედან დაიწყო მსოფლიო და აი აქ ვარ ჩვენ, აი ეს ცენტრია, ეპიცენტრია ყველაფრის საქართველო და ნუ ეს ამას ადასტურებს, არათუ მარტო თქვა ჩვენი საუბარი მემხილობაში მაქვს არა ჩემი, არამედ საქართველოში საუბრები და ამას ადასტურებენ უკვე მეცნიერები თელ მსოფლიოს მასშტაბით, რომ საქართველოს სხვა სულიერი მისია აქვს შესასრულებელი. ჩვენ ვერ მივაგენით იმ გასაღებს, რასაც ნიშნავს მსოფლიოს დიდი სულიერი მისიის შესრულება.
მე აი ასეთი შესავალი გავაკეთე, იმიტომ რომ მივსულიყავი ამ მასთან. კი, მაგრამ როგორ მოხდა ბატონებო, რომ ევროპული ღირებულებები, დასავლური ღირებულებები გადაარჩინა დავით აღმაშენებელმა დიდგორის ომით. რომ არა დიდგორის ომში გამარჯვება, ევროპა დღეს ვეღარ არ იქნებოდა. რომ არა გამარჯვება მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე, ევროპა ასეთი ვერ იქნებოდა და ძალიან ბევრი ქვეყანა და ძალიან ბევრი ერი წაშლილი იქნებოდა საერთოდ თუ ფაშიზმი გაიმარჯვებდა. მე ამიტომ ვამბობ, რომ იქ სადაც პრინციპული საკითხი წყდებოდა საკაცობრიო მნიშვნელობის, ყველაფერი საქართველოსთან იყო დაკავშირებული. მე გითხარით, რომ პლატონის გამონათქვამში მე აღარ შევდივარ უფრო უფრო სიღრმეში აღარ შევდივარ. მე გითხარით, რომ დიდგორის ომით ეს ჩემი მოსაზრება ხო არ არის, დადასტურებულია მსოფლიოს მიერ, რომ ყავდა მეფე, რომელმაც გეოგრაფია აქცია პოლიტიკად და შემდგომ ნაპოლეონმა გაიმეორა, რომ პოლიტიკა გეოგრაფიაა. ეს ყველაფერი დავით აღმაშენებლიდან ამოვიდა და დავით აღმაშენებელი კიდევ უფრო სხვა სიღრმეებში იყო შესული, იმიტომ რომ წიგნიერი კაცი იყო და წიგნთან დაკავშირებული პიროვნება იყო. წიგნიერ ადამიანთან ურთიერთობას არაფერი ჯობს, გადავაგდეთ წიგნი გვერდზე და უწიგნურობამ უკვე წაფშალა რეალურად ის რაც დაკავშირებულია როგორც ეროვნულთან, სახელმწიფოებრივთან, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობასთან და გავხადა ესეთი სხვის წინააღმდეგ ბრძოლით გაყოყოჩებული ან რაღაც გამეტიჩრებული და გონია ის რომ თუ ვინმე გააკრიტიკებს თქვა ან ტრამპს ან გააკრიტიკებს მაკრონს ან გააკრიტიკებს ვინმეს, აი ეს არის ძლიერი. სხვისი კრიტიკა ეს ყველაზე დიდი სისუსტეა და სამწუხაროდ ის არის რომ საქართველოს მოსახლეობაში ტელევიზიებმა დანერგეს ძალიან ცუდი რამ, რომ სხვისი კრიტიკა ან სხვის წინააღმდეგ ბრძოლა სიძლიერე. ბრძოლა არის შენ ქვეყანაში ბედნიერებით სავსე ქვეყნა, შენი ქვეყანა აქციო ბედნიერებით სავსე ქვეყნად. ესე იგი ის არის სიძლიერე არის ის, როდესაც შენს ქვეყანაში ძლიერი საშუალო ფენაა, როდესაც შენს ქვეყანაში ნაკლები ღარიბია, როდესაც შენ ქვეყანაში ადამიანები ღირსებით ცხოვრობენ, როცა შენს ქვეყანაში განათლება არის პირველი ნომერი, როდესაც შენს ქვეყანაში ქუჩაში არ ზის, მათხოვრები არ არიან, როდესაც შენს ქვეყანაში ესე იგი ასე არ ექცევიან უფროს თაობის წარმომადგენლებს, როდესაც შენს ქვეყანაში ბავშვებიან ფეხქვეშ და მომავალზე ფიქრობენ, ძლიერი ამ ქვეყნებს ქვია. ძლიერი არ არის ის ქვეყანა, ვინც სხვას აკრიტიკებს. ეს მოხდა ასეთი რამ, ეს სხვათა შორის უფრო რუსულია, რომ თქვა სხვის, როდესაც რაღაცის როცა ქვეყნის შიგნით ავტორიტეტს მოპოვება უნდათ, იწყებენ სხვის წინააღმდეგ ბრძოლას ან სხვის კრიტიკას. და ამ დროს საკუთარი დავიწყებული აქვს ყველაფერი. საქართველოში ქართველი ხალხისადმი პასუხისმგებლობა მკვდარია. საქართველოს მოსახლეობისადმი ხელისუფლებების პასუხისმგებლობა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პრაქტიკულად მკვდარია. ჩვენ ხან ერთს მივეთმასნებით, ხან მეორეს მივეთმასნებით, ხან ერთს გავეგებით ფეხქვეშ, ხან მეორეს პირველიდან მეორესთან გადავხდებით, მეორესთან და პირველზე გადმოხდებით. ამოცანა არის არა ის, რომ ვინმეს ეგებოდეთ ფეხქვეშ. ამოცანა არის ის, რომ შენ კონდეს შენი ღუზა ჩაშვებული და ამ ღუზას ქვიოდეს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა და ამ დოქტრინით თანამშრომლობდე ყველასთან. ის დოქტრინა, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული და შემუშავებული, უნიკალურია. აი ამ დოქტრინაში ჩვენ ცალკე გადაცემები გვექნება შემდგომში აქაც და მეცნიერთა კონგრესის გადაცემებში, რომელიც ყოველ სამუშაო დღეს მიდის ტელეკომპანია ქართული ტივისთან გაფორმებული ხელშეკრულებით 4-დან 6 საათამდე და იმ საავტორო გადაცემებით, რომელიც აქვთ მეცნიერთა კონგრესის წარმომადგენლებს ტელევიზია ქართულ ტივიზე და აი ძალიან მიამაყება, რომ ტელევიზია ქართული ტივი ახერხებს იმას, რომ ყველა პლატფორმის წარმომადგენელს, საზოგადოების ყველაფერის წარმომადგენელს მიცეს საშუალება, რომ გამოთქვას თავის მოსაზრება. ჩვენ ფაშიზმი რა იყო? ფაშიზმი იყო სხვა იდეოლოგიის უზრუნველყოფა და მხოლოდ საკუთარი იდეოლოგიის სხვებისთვის თავზე მოხვევა. მეტი რა ხდება დღეს ქვეყანაში? ერთი პარტია ამბობს, რომ მე ვარ ყველაფერი, სხვა არავინ. ფაშიზმია ეს. როდესაც ჩვენ არ გინდა რომ ითანამშრომლო სხვასთან, როდესაც ჩვენ არ გინდა, ეს არ ეხება მარტო ხელისუფლებას. ეს ეხება, აი თქვა ჩვენ ვამბობდით, რომ ფაშიზმია, ყველა გავერთიანდეთ ყველა ერთის წინააღმდეგ.
ფაშიზმია, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში ხარ და ვიღაცა სხვა სასამართლებდა აზე. პარტია არ შეიძლება გაასამართლოს და ერთმა ისტორია ყველაზე დიდი როგორც ითქვიან დრო ასამართლებს. ხელისუფლებები იჭერენ დრო ხელისუფლებებს ასამართლებს. ხელისუფლებას ასამართლებს დროში ცხოვრობ ჩვენ ადამიანები, დროსა და სივრცეში. ამიტომ, როდესაც საუბარი გვაქვს იმაზე, რომ ვინ არის მართალი არის ის, ვინც ქვეყანაში შექმნა ისეთი პირობები, რომ ადამიანის უფლებებია დაცული, როდესაც დაცულია ადამიანის სიცოცხლის უფლება, როდესაც დაცულია ადამიანის სიტყვის უფლება, როდესაც დაცულია საკუთრება, როდესაც პოლიტიკა არის იმაზე, რომ ესე იგი ბედნიერებისაკენ ესე იგი უკეთეს ცხოვრებისაკენ ადამიანებში არის განწყობა, რომ ილტყოდნენ უკეთეს ცხოვრებისაკენ. ძლიერი ეს ქვეყანა და ძლიერი ეს ხელისუფლება, რომელიც შეძლებს იმას, რომ მის ქვეყანაში ყველა ადამიანს მიუხედავად იმისა, რომელი ეროვნებისაა რა, პოლიტიკური შეხედულებისა, მიუხედავად იმისა, რომელი კონფესიას და რომელი წმენაშია, ვთქვათ, თვითონ მიუხედავად ყველაფერი ამისა და ასაკისა და ყველაფრისა, ესე იგი აქვს სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, აქვს ის, რომ მას აქვს საარსებო მინიმუმი, აქვს საცხოვრებელი, აქვს დაცულია მისი ჯანმრთელობის უფლება და დაცულია მისი განათლების უფლება. როდესაც ყველას ერთნაირი უფლებები აქვს. ესაა ძლიერი სახელმწიფო. ჩვენ ძლიერ სახელმწიფოს ვეძახით იმას, თუ დღეს გავაკრიტიკებთ ამერიკის კონგრესმენს და ამერიკის პრეზიდენტს, ვინმეს გონია, რომ ის არის ძლიერი პოლიტიკოსი. ძლიერი პოლიტიკოსი არის სწორედ ის, რომელიც თავის ქვეყანაში აწესრიგებს ყველაფერს და არ სარგებლობს იმით, გარეთ რაც ხდება. დღეს საქართველოში ძალიან ბევრს დაელაპარაკ, გეტყვია, ხო ხედავთ რა ხდება მსოფლიოში. მსოფლიოში ეს რომ ხდება ამ დროს, იქნება ამ დროს აქვს ყველაზე დიდი საშუალება საქართველოს რომ წავიდეს წინ. იქნება ამ დროსაა დრო ჩვენი. აი სწორედ იქნება ამ დროსაა, როცა ჩვენთვის არავის არ ცალია ვაკეთოთ ის, რაც ქართულია და არავის ფერქვეშ არ გავიგოთ და არავის წინააღმდეგი არ ვიყოთ. მე ყველას მესმის, ვისაც არ მოწონს თქვათ ევროკავშირის პოზიცია მესმის ამ ადამიანების. მე მესმის, ვისაც არ მოწონს თქვათ რაღაც საკითხებში ამერიკის ხელისუფლების პოზიცია, მაგრამ არ შეიძლება რომ ამ დღეს მოგწონდეს ჩინეთის ხელისუფლების პოზიცია, რუსეთის ხელისუფლების პოზიცია, ირანის ხელისუფლების პოზიცია, აკრიტიკებდე ერთს და ეგებოდე ფერქვეშ მეორეს, ან მეორეს ხდებოდე დუმილით, ეს არ არის, ვთქვათ, ეს არ არის მიმართულების მაჩვენებელი. ეს არის სწორედ იმის მაჩვენებელი, რომ შენ ვიღაცას ეგები ფერქვეშ, მაგრამ არ გინდა ეს ხმამაღლა თქვა, ამიტომ ასრულებ მის დავალებას, აკრიტიკებ თქვა და გონია რომ ევროპა ინგრევა და აბა ესეთი ევროპა გვინდა, აბა ამ ევროპაში რა გვინდა და ამ შემდგომ ეს მე თუ ამდენი ადამიანი იყო, მე ვხედავდი იმას, რომ როდესაც ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროს თანამდებობები მეჭირა და ქალაქის ხელმძღვანელი ვიყავი, ძალიან ახალგაზრდა და ამ დავაში როდესაც არავინ არც დედის, არც მამის მხრივ, არც ხელისუფლებაში არ მყოლია და არც პარტიის წევრი არ მყოლია არავინ. მე იმ დროს შევძელი რომ აი ესე ყოფილიყო და აი ქუთაისი, რომელიც რა ვიცი რა გითხრათ ახლა, აი რომელიც საყრდენია ეროვნული ღირებულებების და ფასეულებების, აი იმ ქვეყანაში ვიყავი პირველი პირი და რეალურად ხედავდი ძალიან მაშინ როცა მოდიოდნენ და ამბობდნენ ეროვნული მოძრაობა ვართ და ის ეუბნებოდნენ რომ თქვენ რუსები ხართ, თქვენ ისახართ, ეუბნებოდნენ დრო იტყვის ვინ რუსია, ვინ არა. დრო თქვა მართლაც ვინ რუსია, ვინ არა. ისინი 90% ვინც მაშინ ამოეფარა ეროვნულ მოძრაობას, ის აღმოჩნდა დღეს გამოდიან და რუსეთს ქებადიდებაში არიან. მე არც ვინმეს განძღვის მომხრე ვარ და არც ვინმეს ქებადიდების მომხრე ვარ. დღეს გამარჯვების დღეა და გამარჯვებული უნდა ვიყოთ. როდის იქნება საქართველო გამარჯვებული? საქართველო გამარჯვებული იქნება მაშინ, როდესაც ხალხი იცხოვრებს კარგად. საქართველო გამარჯვებული იქნება მაშინ, როდესაც გამოჩნდება პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ მიწის, ამ წყლის, ამ ხაერის, ამ სითბოს ქვეყანაში, ადამიანური რესურსების ქვეყანაში, ამ ბუნებრივი რესურსების ქვეყანაში, ამ ინტელექტუალური რესურსების ქვეყანაში, ამ გეოგრაფიული პოტენციალის ქვეყანაში ღარიბად არ ცხოვრობს ხალხს. ძლიერი არის საქართველო ელოდება იმ პოლიტიკურ ძალას,
რომელიც შეძლებს რომ დიდარ ქვეყანაში ღარიბად არ ცხოვროს ხალხი. დიდარ ქვეყანაში ცხოვრობთ ღარიბად და ტაშს უკრავთ ამას. ეს არის მონური ფსიქოლოგია. კარგად თქვა დიმიტრი უზნაძემ, მონები და გლახები, იმიტომ კი არ ვართ რომ ღარიბები ვართო. ნახეთ დააკვირდით, მონები და გლახები, იმიტომ კი არ ვართ რომ ღარიბები ვართო. ღარიბები ვართ, იმიტომ რომ მონები და გლახები ვართო. შეაბრუნა მან და სწორადაც. დიდი მეცნიერი, დიდი პიროვნება იყო დიმიტრი უზნაძე. მთელი მსოფლიო სწავლობს და მთელი მსოფლიო დგას მის ესე იგი ამ განწყობის თეორიის მიმართულებით და პირველი სარეფორმო ჩვენ ფინური ის გვაქვს გადმოღებული განათლების რეფორმა და ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში დიმიტრი უზნაძის განათლების სისტემა აქვს შემოღებული. ნუ აი ეს არის ჩვენი თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასა, ხშირად ვიმეორებ და გავიმეორებ კიდევაც მომავალში. ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ისტორიას, ჩვენს დიდ წარსულს, იმას რაც მსოფლიოს მიცა საქართველო მან პატარა ქვეყანამ და უნდა ვიცოდეთ და კარგად გავიაზროთ რა სულიერი მისია აქვს ქვეყანას შესასრულებელი. ჩვენი აი გამარჯვებული საქართველო არ არის ის ვინც სხვას აკრიტიკებს. გამარჯვებული საქართველო არის მაშინ, როდესაც ხალხია გამარჯვებული ქვეყანაში, ოჯახია ძლიერი. როდესაც ნიჭია დაფასებული, სადაც ნიჭის ძალაუფლებაა, სადაც ნათესაობით და ძმაკაცობით კი არ მიდიან წინ. არამედ აქვს საშუალება რომ ადამიანს, რომელსაც არავინ არ ყავს პატრონი, აი წავიდეს წინ. მე ძალიან ბევრი ვინმე ვიცი, რომელსაც აი არაერთი და ორი საკუთარ მაგალითსაც შემიძლია თქვა, მაგრამ ძალიან ბევრი სხვაც ვიცი, რომ ჩაატარებენ გამოკითხვას ღიას თუ დახურულს რაიონში. ესე იგი იმარჯვებს 80-90% იმარჯვებს ზოგიერთი. მაგრამ ხელისუფლებას თუ არ მოწოს, რატო არ მოწოს? იმიტომ რომ მონა ვერ იქნება. და რადგან მონა ვერ იქნება, ხელისუფლების და ხელისუფალის, ანუ ის ვინც მართავს ქვეყანას, იმის მონა ვერ იქნება, ის ვინც ხალხს უნდა, ეს არაფერს არ ნიშნავს. თავარია ის მისი მონა არ უნდა იყოს. ღმერთმა დამიფაროს იმისგან, რომ რომელიმე ხელისუფალს ფეხქვეშ გავეგო. მე ქართველ ხალხს შემიძლია გავეგო ფეხქვეშ. მე შემიძლია მოხმოდრეკილი ვიყო ქართველი ხალხის წინაშე და ვემსახურო, ასე იგი აი სიცოცხლის ფასად. მაგრამ მე ვინც მომთხოვს იმას, რომ მე მისი მონა ვიყო, მე ყოველთვის ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ეს ადამიანები ამ ხელისუფლებაში არ იყვნენ და ქვეყნის სათავეებში არ იყვნენ. მე აი ბრძოლის მთავარი ჩემი განწყობას ეს აყალიბებს დღეს. იმიტომ რომ თუ არ ახარ ერთი კაცის მონა, ეს იყო ასე შევარდნაძის დროს, მაგრამ მაშინ უფრო ნაკლებად, იმიტომ რომ მე ჩემ გამოსვლებს ეხლა რომ ვკითხულობ, უბრალოდ ფიქრობ იმას, რომ ერთი ვინმე მაჩვენა, რომელსაც შეუძლია დღეს გამოვიდეს ასე და თქვათ ვინმეს მიმართ, ან პრემიერ-მინისტრის, ან ბიზინევანიშვილის. ვინმეს შეუძლია რომ თქვას ასეთი ისა, როდესაც მაშინ ტრიბუნიდან სახალხო საჯარო და პარლამენტში და თავრობაში აქვს ეს ისინი. საშუალებები იყო ჩვენ სასწავლო რამეებს ვაკეთებდით, თქვა თუნდაც მიხეილ სააკაშვილი რომ იყო, აგერ ქალბატონო ნანა გაფრინდაშვილმა ჩვენ 2010 წელს გავხსენით მხილების მუზეუმი, სადაც ვამხილეთ საცხოვრობდნენ ესენი ხელისუფლების წარმომადგენლები და აბსოლუტურად რეალურად საშუალება ჰქონდა და ვაჩვენეთ, ესენი ჰქონდა ბანერები ჰქონდა გამოტანილი და ხელისუფლების პერიოდში იყო, რა თქმა უნდა, ჩაახშეს ბევრი რამ და ძალადობა იყო, საშინელება იყო, კატასტროფა იყო ამ ისინი, მაგრამ ეხლა დღეს მე ვერ ვნახე ადამიანი, აი რომელიც დღეს გამოვა და იტყვის, რომ ასე ხომ არ აჯობებდა ბატონო ბიზინა ან ბატონო პრემიერ-მინისტრო, არა. ესე იგი აი 18 წუთში რო დაამთავრებ თავარ სხდომას და ვიღაცას შეცვლიკო შემადგენლობაში გამოიყვანდა, ნუ ეხლა მახსოვს რომ საბჭოთა პერიოდში იყო, როდესაც ერთი კაცი იყო კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელიც, პრეზიდენტიც, პრემიერ-მინისტრის და ყველაფერის. ესე ამ ქვეყანაში აღარავინ აღარ იძებნება უკვე ერთ კაცთან კავშირდება ყველაფერი. ჩვენ ამ გზით მივდივართ. არ არის კარგი ვინმეს კრიტიკას ნიშნავს ეს ეხლა რომ ტვინით გაჭედილი ადამიანების ქვეყანაში რომ ერთ და ორ კაცში ტრიალებს და 10 კაცში რო ტრიალებს ყველაფერი. მე ვამბობ რომ ხელისუფლების გარეთ კი არა მარტო, ხელისუფლებისა და პარტიების გარეთ, ხელისუფლებასა და პარტიების გარეთ გაცილებით უფრო საინტერესო ხალხია ქვეყნის მომავლისთვის, ვიდრე პარტიებსა და ხელისუფლებაში. თუ ეს არ გაქვს გაცნობიერებული, მაშინ ებრძვის საკუთარ ხალხს და ებრძვის საკუთარ ქვეყანას. დღეს გამარჯვების დღეა. მე ვლაპარაკობ იმაზე, რას ნიშნავს
საქართველოს გამარჯვება. მე არ მინდა ახლა ვისაუბრო იმის თაობაზე, რომ რა მეორე მსოფლიო ომი საქართველოს მართლაც უდიდესი როლი შეასრულა. ვთქვი კიდევაც, რომ ესე იგი დიდგორის ომით საქართველოს ევროპული ცივილიზაცია, დასავლური ცივილიზაცია გადაარჩინა, მსოფლიო გადაარჩინა ფაშიზმისაგან, ესე იგი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებით გენერალისიმუსიც ქართველი იყო და ქართველთა ძალიან დიდი მონაწილეობა იყო ამაში. როგორ შეიძლება ამის გვერდზე გადადება ძალიან ბევრი. მე გამარჯვება უამრავი ადამიანია, რომელიც საქართველოს ვიზიბძო და იბძვის დღეს ყველა ეპოქაში ჩვენი ისტორია ბრძოლის ისტორიაა და ამიტომ როდესაც ვლაპარაკობ გამარჯვებაზე, გამარჯვება ბრძოლაშია. ბრძოლით მოიპოვება ის. ბრძოლა არ არის მარტო იარაღი და ბრძოლა არ არის მარტო ხმალი, ხანჯალი, ტანკი და კალაშნიკოვის იარაღი. ბრძოლა არის აზროვნება, ნიჭის ძალაუფლება. ქვეყანაში ხელისუფლება არის მხოლოდ ის ქვეყანა ნებისმიერი ქვეყნისთვის ხელისუფლება ქვია იმ ხელისუფლებას, რომელიც აწყვეტს ორ საკითხს. პირველი, კონკურენტული გარემო ქვეყანაში, კონკურენცია. ეს არის სიძლიერე. შენი ნათესავები და მეგობრები კი არა, ნიჭის ძალაუფლება. და ამიტომ კონკურენტული გარემო და მეორე დაცული ადამიანი. ანუ ყველა მიუხედავად ნიჭიერი არის, წინ მას აქვს როგორც იტყვიან საშუალება რომ თავის ნიჭის რეალიზაცია ყველას აქვს საშუალება რომ საკუთარი შესაძლებლობის რეალიზაცია გააკეთოს, მაგრამ ვინც ვერ ახერხებს ამას, ყველა ადამიანი უნდა იყოს დაცული. დაცული უნდა იყოს საარსებო მინიმუმით, დაცული უნდა იყოს სახლით, გადახურვის ოთახით, ჩვენ ჯანმრთელობით დაცვით უნდა იყოს დაცული და განათლების ერთნაირი უფლება უნდა კონდეს და საშუალება უნდა კონდეს ყველას. აი ესაა ძლიერი სახელმწიფო, ეს არის ფუნქცია ხელისუფალების. და არა ის რომ ვინმეს გონია რომ ხელისუფალი აი ეს არის როდესაც ჩვენ გონია რომ ხელისუფალის მთავარი ფუნქცია არის რომ გზა დააგოს და რაღაც ააშენოს. დღეს რაც შენდება ბატონებო, ეს საქართველოს საწინააღმდეგოა ყველაფერი. რაც შენდება რეალურად თუ შენ ეკონომიკას არ გააკეთებ და შენ სხვა ქვეყნების მანქანებს რო გაატარებ აქ, კარგ გზას რო გეხმარება და კარგი გზა რო გაკეთდება სესხით და იმასაც შენ გორო გახტევინებენ და შენ გონია რომ რაც მეტი მანქანა გაივლის, ეს არის შენი სიძლიერე და არა შენს ქვეყანაში დასაქმებული ხალხი და ეკონომიკა. როდესაც ამ ჭრილით აფასებ იმას და ესე იგი გზის გაყვანა გონია მთავარი, როდესაც შენ გონია რომ ქვეყნის გარეთ წასული ადამიანები რო ფულს აგზავნიან აქ და იმით ცხოვრობ, ეს არის როდესაც შენ გონია ეს არის ქვეყანა, ეს არის ეკონომიკა, როდესაც შენ გონია რომ ესე იგი აი აქ ეხლა სახლები რომ შენდება, ეს არის სიძლიერე, ეს არის კატასტროფა. თბილისში ისეთი მშენებლობებია დაგეგმილი, რომ პრაქტიკულად ან მთელ საქართველოს თბილისში ჩამოვა, მაგრამ ეს ასე არ მოხდება. ვერ იყიდიან ბინას ქართველები. აქ ჩამოვლენ, ახლა ესე იგი პაკისტანისა და ურთიერთობას ხედავთ, აგერ ინდოეთის როგორია. და პაკისტანთან ღია ურთიერთობა გვაქვს ჩვენ. ანუ ამ დღეებში უვიზო რეჟიმს მოეწერა ხელი. ისევე რომ თუ ირანში რამე განახორციელა ამერიკამ, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ირანი გახდება, ისევე როგორც ძალიან მალე პაკისტანი და სხვები. ჩვენი მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის აი ვინმეს გონია რომ აი რომ გამოხვალდა რაღაცას, გიტყვიან რასერჩი ბიზინევანიშვილს. მე არაფერს არ ვერჩი ბიზინევანიშვილს. ბიზინევანიშვილი ერჩი საქართველოს. და ბიზინევანიშვილი გვებძვის ხალხს. ბიზინევანიშვილი იბძვის თავისი ქონების გადასარჩენად. ბიზინევანიშვილმა მოგვახვია თავისი ისინი, მე რას ვერჩი მას? ის გვერჩის აკეთდა ჩემთან ან ვინმე რო ლაპარაკობს, სულ არ მინდა რომ ვახსენო ეს და გამოვიდა და რამე თქვა, იმიტომ რომ არ არის ის პიროვნება, რომ მთელი ქვეყანა ებრძოდეს ბიზინევანიშვილს. არ არის ეს მასშტაბის პიროვნება, მაგრამ ეს საქართველოში შექმნეს ეს განწყობა. ესეც ძალიან ის არის, რომ ვითომ მთელი საქართველოს ებძვის ბიზინევანიშვილი. თავისი ახლობლები ყავს მარტო წამოწეული წინ და ახარებს. ახლა მე არ მინდა გითხრათ, მაგრამ ნორმალურ ქვეყანაში, როდესაც რომელიმე თუნდაც შენი მტერი ტელევიზია იქნება თუ ეს პიროვნება, გეტყვის იმას, რომ ნახე ეს მინისტრი როგორ ცხოვრობს ან პარლამენტარი. მოკლევა რო დაიწყება მეორე დღეს რომ მართალია თუ არა. მე რა რომ თქვა რაღაც შენდამი არაკეთილად განწყობილმა ტელევიზიამ ან შენდამი არაკეთილად განწყობილმა პიროვნებამ თქვა რომ ამა თუ იმ მინისტრს ესა და ის ქონება აქვს. კეთილი ინება და შეისწავლე. ნახე, არა და მართლა სასწაულად ცხოვრობენ მინისტრები, სასწაულად ცხოვრობენ დეპუტატები. გინახავთ ერთი ვინმე დაჟილი.
სააკაშვილის უბედურება რა იყო? სააკაშვილმა ვინ მე ამ დღეებში გაავრცელეს რაღაც, მე დღესაც ვადასტურებ, სააკაშვილმა აბსოლუტურად ვინც დაიჭირა 99% თუ მეტი არას დაიჭირა სწორად, მაგრამ არ დაიჭირა თავის გუნდიდან არავინ. და თავის გუნდი აპარპაშა. დასაჭერი იყო ანალოგიურად იყვნენ მის ჯგუფში ძალიან ცუდი პიროვნებები, მაგრამ ჩვენთან ეს არის გუნდური პრინციპი. გუნდური პრინციპი ნიშნავს, რომ სხვა გუნდის წევრი უნდა დაიჭირო, შენ გუნდის წევრს უნდა მიცე პარპაშის უფლება. ეს იყო სააკაშვილი, ეს არის ივანიშვილი. მეტი არაფერი არ არის. ის იმაში აი წარმოგიდგენიათ, რომ სასწაული რამეები გადმოიცემა, ხანდახან ვფიქრობ, რომ კი, მაგრამ ან ეს ქონება საიდან, ან ეს ახლობლები საიდან, ეს ყველანი დასაქმებულები, რაღაც მაღალი შემოსავლები, ყველაფერი, ესე იგი, საიდან, ამას კითხულობ და ვინმე ფიქრობ, რომ აღმოჩნდება რომელიმე რგოლი დაიწყებს გარკვევას საიდან და ამ დროს ხედავ იმას, რომ იმას ააწინაურებენ, იმას წინწაწევენ, კიდევ უფრო მეტი ქაფვის უფლებას მიცემენ, შეჭამეს ქვეყანა, შეჭამეს. მონები ვართ, აბა რა ვარ ჩვენ? ერთმა 200-მა 300-მა კაცმა შეჭამა ქვეყანა თავის ნათესავებთან ერთად. და ჩვენ ამას უყურებთ. და გონია რომ ეს არის კარგი და ტაძარი ააშენა. ტაძარს არ აშენებს, ტაძარს ვინც აშენებს, ის პრემიერ-მინისტრად არ მიდის მერე. და ვინც აკეთებს კიდე კეთილ საქმეს ხალხისთვის, იმისთვის არ აკეთებს, რომ პრემიერ-მინისტრი ან მინისტრი გახდეს და დეპუტატი გახდეს. მე იმერეთში არ მივდიოდი იმ ეკლესიების გახსნაზე, სადაც დეპუტატი აშენებდა ის პიროვნება, რომელიც მე დეპუტატობისთვის იბრძოდა. და როგორ შეიძლება რომ ასეთი რამე მაგალითად იმ პერიოდზეც ვოცნებობ, როდესაც ეკლესია არ მიცემს კურთხევას იმ აშენებულ ეკლესიებს და ძალიან ბევრ რამეს, რომელიც ააშენეს ადამიანებმა, რომლებიც ხელისუფლებისთვის იბრძოდნენ და მე ხელისუფლებაში მოვიდნენ იმ აშენებული. ეგ არ არის საქართველო. ეს არ არის ქართული პოზიცია. კარგად წავიკითხოთ დავით აღმაშენებლის პოზიცია, ძალიან კარგად წავიკითხოთ ის. და კარგად ვნახოთ დავით აღმაშენებლის, თუნდაც გალუბანის სინანულისანი, კარგად წავიკითხოთ, იმ მეფეს ჰქონდა რაღაც მოსანიანებელი, რომელმაც თავის სიცოცხლე და ცხოვრება ყველაფერი ხალხს და ადამიანებს მიუძღვნა და ვინმეს სადმე აქვს წარმოდგენა საცხოვრობ და ნებისმიერი გამგებელი რომ ადჯერ უკეთესად ცხოვრობ დღეს ვიდრე ვთქვათ დავით აღმაშენებელი ცხოვრობდა, ეს ხო რეალობაა რა. მე იმას არ ვამბობ შევადარო ის და ეს დრო, მაგრამ რა იმ პერიოდში არ შეეძლო დავით აღმაშენებელს რომ ძალიან კარგად და ძალიან მეტ მოეწყო თავის ცხოვრება და რაღაც ტაძრები და სასახლეები ეშენებინა, არა. ხალხზე ფიქრობდა და წიგნით, ომშიც კი წიგნით დადიოდა, წიგნიერი კაცი იყო, აკადემიას ქმნიდა და ზეცას აკვირდებოდა გელათიდან, ესე იგი გელათში ობსერვატორია შექმნა, წარმოგიდგენიათ რომელ საუკუნეში ხალხო. ესაა, როდესაც შენ დროს უსწრებ და როდესაც შენ ფიქრობ ქვეყანაზე და ფიქრობ ხალხზე. ესე იგი, ისეთი ავტორიტეტი მიცა ქვეყანას, აი რომელიც აი თითქოს არ მოუდგენელი უნდა ყოფილიყო იმ ეპოქაში. მაგრამ ეს შეძლო. ჩვენ რა ვართ ეგ რა როგორ მოხდა? დავით აღმაშენებელი და გიორგი ჭყონდიდელი ყოველ ორშაბათს მიღებას აკეთებდნენ, მიღებას ხალხის. წაიკითხეთ ისტორია, წავიკითხოთ ისტორია, მე საკუთარ თავს ვეუბნები რომ წაიკითხე თემურ, კარგად წაიკითხე ისტორია და ნახე ჩვენ ვისი შთამომავლები ვართ. თამარ მეფის დღე მოდის ამ დღეებში და მე სიტყვა სწორედ ბოლოში მინდა თამარ მეფის იმით დავასრულო, ამაზე უკეთეს რამეს რას გავაკეთებ დღეს რომ წავიკითხო თამარ მეფის წერილი, რომლითაც ესე იგი მეფეთ კურთხევის დროს რომ წარმოთქვა მეფე. მსოფლიო ისტორიამ არ იცის ასეთ სიტყვა. ჩვენ ამათ შთამომავლები ვართ. ჩვენ დავით აღმაშენებლის შთამომავლები ვართ. ჩვენ შოთა რუსთაველის შთამომავლები ვართ. რომელიმე მიფიქრა სიმდიდრეზე? რომელიმე მიფიქრა იმაზე, რომ სხვა ცუდად იცხოვროს და მეკარგადო? რომ ლაპარაკობდა გონია საქართველო უფრო უნდა მიყვარდეს საკუთარ თავში თუ საკუთარი თავი საქართველოში. საქართველო საკუთარ თავში უნდა ყავდეს, აი როგორც იტყვიან, აი რაღაც მთელი სხეული უნდა იყოს ქართული განწყობის. ერთი უჯრედიც არ უნდა იყოს. და რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს გამარჯვებული როდის იქნები შენ თვითონ. გამარჯვებული იქნები, როდესაც ქვეყანას ეკუთვნი, ხალხს ეკუთვნი, როდესაც ფიქრობ იმაზე კი არა შენი ცხოვრო კარგად, არამედ ვიცხოვროთ ყველამ კარგად. მაჩვენეთ და მე გავჩუმდები, მაჩვენეთ ხელისუფლებაში, ძველში და ახალში, მაჩვენეთ პიროვნებები, ერთი და ორი კი არა,
ბევრი უნდა მაგვაჩვენოთ, ბევრი. ასეთი უნდა იყოს მთავრობა, რომელიც ფიქრობს ხალხზე, ხალხის განწყობაზე, რომელიც ფიქრობს იმაზე, რომ მე კი არ უნდა გავამდიდრდე, სხვა უნდა გავამდიდრო ხელისუფლებაში, რომ არ და იმის პარალელურად მეც უნდა ვიცხოვრო კარგად. ჩვენი ფორმულა რა არის? ჩვენი ფორმულა არის მარტივი. გავამდიდროთ და გავამდიდრდეთ. არა ის, რომ გავამდიდრდეთ და ისინი გავაღატაკოთ, არამედ გავამდიდროთ და გავამდიდრდეთ. საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პრინციპი მომქმედებს. გავაღატაკოთ, ფეხი დავადგათ თავზე, წავართვათ ყველაფერი, მათხოვრად ვაცხოვროთ ხალხი 200 და 300 ლარიანი, ისინი დაუნიშნოთ რაღაცა და მათხოვრული პენსია, მათხოვრული შემწეობა, ყველაფერი, ოღონ ჩვენ გქონდეს მილიონები და ჩვენ გქონდეს 100-ჯერ, 200-ჯერ მეტი ხელფასი შემოსავდა. სად ხდება ესეთი რამ? აი ერთი უბრალოდ მინდა ვკითხო, რომ დადგეს საკითხი უთხრა, რომ ერთი მაჩვენეთ ან ამერიკაში, ან ევროპაში, ნებისმიერ ქვეყანაში მაჩვენეთ, სადაც თქვათ მინიმალური პენსია და პრეზიდენტის ხელფასი ასე განსხვავდება ერთმანეთისგან. ამდენჯერ მეტი რომ არის. ისაც ოფიციალურად წერია, ერთი იმდენი ხო იქეთ არის კიდევ. და ჩათვალეთ ეხლა რომ როდესაც 30,000 ლარია როგორც მინიმუმ ყველაფერი რო ჩათვალო ერთად 50-60,000 ლარი გამოვა, რასაც ყოველთვიურად იღებს პენსიის 350 ხომ? რა გამოდის 200-ჯერ მეტი ხომ? სად არის ესეთი რამ? 5-10-ჯერ მეტი სადმე სხვაგან არის, ამერიკაში 10-ჯერ მეტია. მაგრამ ჩვენთან 100-ჯერ მეტია. მონობა რა არის? და რატო გვინდა ჩვენ გამარჯვების დღეს ვილაპარაკოთ ამაზე? გამარჯვებული ქვეყანა ვიქნებით მაშინ, როდესაც ვიტყვით იმას, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და ხელისუფლება არის მსახური და არ შეიძლება მსახური ცხოვრობდეს კარგად, ვისე ამგვიდრე პატრონი. ჩვენ დღეს მსახური გავხდით. ხელისუფლება არის ჩვენი მსახური და ნაცვლად იმისა, რომ ხალხს ემსახუროს, ჩვენ ვემსახურებით ხელისუფლებას. და ჩვენ ესე იგი აი ჩუმად ოღონდ ერთი ლუკმა რაღაცა გადმოგიგდონ და მზად ვართ რომ იმაში ვიყოთ რა 100 მეტანია გავაკეთოთ. ჩოქრით ვიაროთ მის წინ. მაშინ როდესაც ამაყად უნდა ვესაუბრებოდეთ, ამაყად და ვეუბნებოდეთ რომ ჩემო ძმაო, როგორ გამდიდრდი შენ მინისტრო? როგორ გამდიდრდი შენ, როდესაც მე ვერ ცხოვრობ ნორმალურად? საარსებო მინიმუმი დღეს ვიმეორებ თელ მსოფლიოში მიღებული წესია. ყველაზე მინიმალური ხელფასით, ყველაზე მინიმალური პენსიით ადამიანი იმ ქვეყანაში უნდა ყიდულობდეს მინიმუმ 1000 ლიტრა ბენზინს. 1000 ლიტრა ბენზინი ღირს 3000 ლარი საქართველოში. 3000 ლარია დღეს არსებობისთვის საჭირო ფული. რომ მიიღო კალორიები, რომ არ იყო ავადმყოფი, ესე იგი შიმშილისგან არ დაავადმყოფდე და იცხოვრო რაღაც ღირსებასთან მიახლოებულად რომ იცხოვრო 3000 ლარი უნდა იხარჯებოდეს ერთ კაცზე. სად არის ეს? მხოლოდ ერთეულების ოჯახში და იმ ერთეულებს უკრავთ ჩვენ ტაშს. და ამ ერთეულებმა მიისაკუთრეს ყველაფერი ჩვენ ქონება რაც შექმნეს. ერთი ოცნებობ იმაზე ერთმა პიროვნებმა მითხრა რომ აი ფული რო გქონდესო, რას გააკეთებდიო? მე ვთხარი ერთ იმას გავაკეთებდი რომ ქუჩაში, იგი აი დღის განმავლობაში რომ მოძრაობ, ფეხით გავდივარ 10-12 კილომეტრს ყოველდღიურად. 10-12 კილომეტრს. 14-15,000 ნაბიჯზეა საუბარი, რომელიც აი ამ ტელეფონზე მაქვს და 14-15,000 ნაბიჯს გავდივარ. და მეუბნები რომ ხდები 20-30 კაცს ფეხი არ აქვს, ხელი არ აქვს. საშინელ მდგომარეობაშია. ზის ქუჩაში მათხოვრობს. წელიწადში ერთხელ მაინც გავაკეთებდი რომ ამ ხალხს შევკრიბავდე, თუნდაც 100,000 კაცი ყოფილიყო. 100,000 კაცი რომ მიანგარიშო და იმაზე იფიქრო რომ თქვა 300 ლარი რომ იცე და რაღაც ღირსეულად და რაღაც პაკეტი რო გაატანო სახში რომ მევიდე შვილთან და რაღაც დააშენდგომ, ხომ? ესე იგი ხო ეს არ არის 30-40 მილიონ ლარზია ხო ლაპარაკი. 30-40 მილიონ ლარს კონი იმას აშენებენ შენობებს და ერთი არ აღმოჩნდა კაცი. ბანკირებს აქვთ 2 მილიარდი, 3 მილიარდი მოგება აქვს სუფთა.
არ აღმოჩნდა ერთი კაცი რომ ეს ადამიანები ერთხელ ბადრი პატარა კაჩული აკეთებდა რომ აი ამ ომის ინვალიდებს კრებდა რაღაც საჩუქრებს აძლევდა და იყო ესენი და ყველა ელოდებოდა აი ამ იმას გამარჯვების დღეს უფრო მეტად იმის გამო კი არა გამარჯვება არამედ იმ დღეს ღირსეულად შეჭამდა საჭმელს ეს ხო კატასტროფაა მაგრამ ამას აკეთებდა გაადით ბატონებო ნახეთ ქუჩაში რა ხალხი ზის კითხეთ ამას ვინ არიან ესენი ვისი ქონებებით თქვენ ჩაიგდეთ ხელში ვის მიერ აშენებულიც, ვის დროს აშენებულიც, გაკეთებულიც, ვინც მასწავლებლები რომ იყვნენ, უაღრესად დიდი პიროვნებები რომ იყვნენ, აი იმათი შენობები, ქონებები ჩაიგდეთ ხელში. ეს ხალხი ქუჩაში ზის მათხოვრად. და თქვენ რძის დინარეებში ცხოვრობთ. ეს არის გამარჯვებული ქვეყანა. გამარჯვებულია ქვეყანა, სადაც ინტელექტუალური ელიტა მართავს ქვეყანას, სადაც ეკონომიკური ელიტა მართავს ქვეყანას, სადაც პოლიტიკური ელიტა მართავს ქვეყანას. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ არც ერთს, არც მეორეს, არც მესამეს არ უმართავს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ მართავს ბიუროკრატიული ელიტა და სამხედრო პოლიციური ელიტა. სამხედრო, სადაც ბიუროკრატიული ელიტა და სადაც სამხედრო ელიტა მართავს, ეს ქვეყანა არის დემოკრატიაზე კი არ არის აქ საუბარი. ავტორიტარულზეც არ არის, დიქტატურის ქვეყანაა ეს. ძალიან ძლიერი გამონათქვამი აქვს მეცნიერთა კონგრესს, რომ საშიში დიქტატურისკენ მიმავალი საშიში მშვიდობაა ქვეყანაში. დიქტატურისკენ მიმავალი საშიში მშვიდობა. რომელსაც თავს გვახევებენ და გვეუბნებიან, რომ აი მშვიდობა ხო არის. მშვიდობა არის იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანია თავისუფალი და ადამიანი არის თავისუფალი, როდესაც მას აქვს არსებობისათვის საჭირო მინიმალური თანხა, ანუ 3000 ლარი. ვერ იქნება თავისუფალი ადამიანი ეკონომიკის გარეშე. საქართველოში 90%-ს არ აქვს საშუალება იმ წესით მე როგორც თქვი, რომ 3000 ლარი არის საარსებო მინიმუმი დღეს, 3000 ლარი რომ დახარჯოს თვეში 90%-ს ეს არ შეუძლია. ესე იგი ეს არ არის გამარჯვებული ქვეყანა. ომში გამარჯვება არ ნიშნავს გამარჯვებას. გამარჯვება არის, როდესაც ხალხი ცხოვრობს კარგად. ხალხის ცხოვრების დონე განსაზღვრავს გამარჯვების ხარისხს და გამარჯვების შედეგს თუნდაც. ჩვენ ასე მდგომარეობაში ვართ. მე მაწუხებს ეს და მაწუხებს ის რომ ვთქვათ აი ამ შემთხვევაში მეცნიერთა კონგრესის უნიკალური პროგრამები 6 თვეში შეიძლება შეიცვალოს ქვეყანა 6 თვეში მაგრამ სიხარბით სავსე ადამიანები არ უნდა იყვნენ ხელისუფლებაში სიხარბით სავსე ადამიანები სიხარბით შეხვალ გამოაქვეყნებენ სადღაც მის ქონებრივ დეკლარაციას და უწერია შიგ რომ აი მილიონები მილიარდერები არ მინდა დღეს ეხლა უკვე შვილი ყავს პარლამენტში იმას ამ რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთ ძალიან ვიცით პიროვნებას გაუჭირდა ახლობელად დაურეკე და 5-6 მაშინ წინა პარლამენტში იყო დაურეკე და უთხარი რომ ასე მდგომარეობა იქნებ რაღაცა მივეხმაროთ მეთქი და ისე ტირილი დაიწყო რომ მე ვთხარი ახლოს რო ვიყო ჯიბეში რაც მაქვს ფული აი ავიღებდი და მოგცემდი მეთქი რა ხო და იმ დღეებში გამოქვეყნდა მისი დეკლარაცია და მილიონები ანგარიშებზე ედო ეს შაილოკები და ძუნწები აი ესეთი კი არ არის ესე გაცილებით უფრო ვარესები არიან ესენი და იმდენად ეშინიათ ხალხის რომ ის შონებები შეინარჩუნეს სადაც ცხოვრობდნენ და ეხლა სხვაგან აი დაცულ ზონებში გაიკეთეს შენობები და ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე რომ ეს არის დემოკრატია დემოკრატია არ არის ეგეთი რამ ბატონები დემოკრატია ესეთი რამ არის დემოკრატიის პირობებში ხელისუფლებაში ვერავინ ვერ მდიდრდება ბიზნესში მდიდრდებიან მეცნიერებაში მდიდრდებიან კულტურაში მდიდრდებიან მაგრამ ხელისუფლებაში ვერ მდიდრდებიან საქართველოში პირიქითა ხელისუფლებაში მდიდრდებიან და ყველა ვისაც უნდა გამდიდრება ან უკვე მოპოვებული სიმდიდრის შენარჩუნება ხელისუფლებაში მიდის და იმით ინარჩუნებს ამას ყველაფერს ეს ხო წარმოუდგენელი ჩვენ რას ვეძახით გამარჯვებას აი დღეს ვერ ვინმესთან კამათობდი თავემაზე და ნუ აი ვინმე 1000 ვინმე დღეს და ეს ბადაღებული რაღაცო ომი ხო არ არის რატო უნდა იყოს ომი და რატომ უნდა ყოფილიყო ომი მე არ მესმის ეს ან ვისახვევთ და ვისატყუებთ ამით რომ აი ომი ხო არ არის ომი რა არის სისხლი
ომის დროს სისხლი იღვრება, მაგრამ როდესაც სისხლი შრება, ეს არის ყველაზე დიდი ომი. ადამიანში ეს ომი გადასული უკვე, ადამიანში. სისხლი უშრება მას. სისხლის გაშრობის პროცესი არის ყველაზე დიდი ომი. რომელშიც დღეს საქართველოს მოსახლეობის 90%-ია. კატასტროფული ეს მდგომარეობა. და რადგან ის არ არის, ტანკები არ დადიან და რაღაც ამ იმაზე. რატო უნდა დადიოდნენ? ამას ვერ ვის უნდა ომი საქართველოში, მე არ ვიცი. ვიცი რომ ხელისუფლებას უნდა შეაშინოს, რომ აი ჩვენ რო არ ვიყოთ ომი იქნება. თქვენ რომ ხართ ხელისუფლება, არა მარტო ამას ეკუთვნის, წინასაც ასევე უნებოდი და იმის წინასაც. თქვენ რო ხართ, ომმა გადაინაცვლა ადამიანში. სისხლი უშრება ადამიანს. დაღვრილი სისხლი პროგრესთანაა დაკავშირებული. გამშრალი სისხლი რეგრესთან. მე ომის პროპაგანდას კი არ ვეწევი, მაგრამ ეს არის დასკვნა მეცნიერული. და მე ვლაპარაკობ იმას, რაც რომ არ ყოფილიყო გარკვეული ამ ომებმა, ყველა ომს უბედურება მოყვა. დაიხოცა ადამიანები, მაგრამ ყველა ომმა პროგრესი მოიტანა. მაგრამ იმ ომმა, რომელსაც სადაც სისხლი კი არ შრებოდა, კაცურად მიდიოდნენ და სისხლს ვრინდნენ. და მან პროგრესი მოიტანა. დღეს სისხლი შრება ადამიანებში. ამაზე მძიმე ომი გინახავთ თქვენ. ზეზეულად კვდებიან ადამიანები, ზეზეულად. ჩვენ უამრავ რამეზე გვაქვს დასაფიქრებელი. ჩვენი ამოცანა ხშირად რომ ვამბობ ამას, ვინმეს გონია რომ აი აგერ ევროპის იმასთან მქონდა ზეგან ესე იგი რუმინეთი ვახსენე და ამის თაობაზე მინდა ვთქვა რომ აი რუმინეთში რაც ხდება, ჩვენი პოზიცია აგერ არის ჩამოყალიბებული. რომ დაადასტურვა ევროპის და ევროკავშირის ფასეულობები უბრალოდ კი არ განსხვავდება ერთმანეთისგან, არამედ უმძიმეს კონფლიქტში ერთმანეთთან. ევროპა უბრუნდება მის ფესვებს. ჩვენ ევროკავშირს კი არ ვებრძვით, ჩვენ ევროპულ ღირებულებებს ვებრძვით. მე არავინ არ მეუბნება რომ აბე ეს ევროკავშირი გინდა, ეს რომ ითხრას ვინმე ვიტყვი, ოჩახში რაღაც გარკვეული ხარ. აბე ეს ევროპა გინდა, ევროპა, რა თქმა უნდა, ევროპა ვართ ჩვენ. ევროპა მინდა. მაგრამ მე შეიძლება არ მინდოდეს ეს ევროკავშირი, ხელმძღვანელი ორგანო. მაგრამ ევროპა რა თქმა უნდა, ევროპა ვარ და აბა სადაც ვარ, ის არ მინდა. ევროპა ვარ თვითონ. ცივილიზაციის სათავეებიდან მოვდივარ. მაგრამ ისე შეცვალეს ეს ყველაფერი, რომ ამერიკა ცუდია, ევროპა ცუდია. შეიძლება ხელისუფლებაა სადღაც ცუდი კი ბატონო, ეკამათეთ და ყველას თავის შეხედულება აქვს, მაგრამ რატო ამერიკა ცუდი და რატო ევროპა ცუდი? და რატო ვთქვათ რა, მე არც იმის მომხრე არ ვარ, ვინმე რო თქვას, რომ ირანი ცუდია და ჩინეთი ცუდია და რუსეთი ცუდია, მაგრამ გეკითხებით, როცა მეუბნები რომ ამერიკაა ცუდი და ევროპაა ცუდი, ირანი კარგი რატოა? ბანგლადეში და პაკისტანი რომ გაუხსენი კარები კარგი რატოა? 6 მილიარდი რომ მოგაქვს არაბული სამყაროდან და აგერ საშინელი რამეები მოხდება აქ და მშენებლობები დაიწყება და თელი არაბები ეს რატოა კარგი? ესე იგი იცით რა, ადამიანებს აქვთ მიდრეკილება რისკენ, რომ აი ვიღაცა რაღაცას ელოდება და უკვე ფიქრობენ იმაზე, რომ ვიღაცასთან შევიდნენ კონფლიქტში, რომ ხელისუფლებას ასეამოვნონ. მე ვნახე ესენი ძალიან ბევრი მეცნიერთა კონგრესში. და მშვენივრად მოაწყვეს თავიანთი ახლობლები და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. უფლისგან ელოდეთ დაჟას. მე არ განვიკითხა, უფალია განკითხავი. მაგრამ თქვენ იმიტომ მოდით ძალიან ბევრნი და იმიტომ დაიწყეთ ეს ისინი, რომ აი მე ვთქვათ ვიღაცისთვის გეთქვამთ, რომ აი იცით რა, მე იქ ამას მთავაზობენ და აბა რაღაცა და ნუ აი ვიღაცა მე როდესაც ფიქრობდნენ გამოიყენეს იქეთ და ნუ არიან კარგად, ზოგი სად და ზოგი სად და ზოგი სად. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ვინც ფიქრობს იმაზე, რომ მისი კარგად ყოფნა მთავარი, ვერასდროს კარგად ვერ იქნება. მაგრამ ვინც ფიქრობს იმაზე, რომ ცალ-ცალკე ჩვენ ვერ გამოვალთ ამ მდგომარეობიდან, ყველა ძირითადმა ნაწილმა უნდა ვიღონოთ და შეკვრა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. და როდესაც ჩვენ ერთად გამოვალთ ამ მდგომარეობიდან, სხვა ქვეყანა ვიქნებით, საქართველოს მდარი ქვეყანა ვერ იქნება. 80% პროდუქტი შემოგვაქვს ქვეყნიდან და ტურისტული ქვეყანა ვართ. ესე იგი ვის ჭირდება
ტურიზმი იმ ქვეყანაში, სადაც 80% კვების პროდუქტები კი არა მარტო, სასტუმროს მოწყობილობა, რაც გჭირდება ჩვენ აი იმისთვის რომ ჩამოსულმა ადამიანმა იცხოვროს იქ, რაც გჭირდება ამას თქვა ძველი წერტილის და ყველაფრის მოწყობა, ესენი ყველაფერი გარედან შემოგვაქვს. რომელ საუკუნეში, ტოტალური ტექნიციზმის ხანაში, ინოვაციურ ეპოქაში, ყველაფერი გარედან შემოგვაქვს. ესე გამოდის რა, ტურიზმის განვითარება იმ ქვეყანაში, სადაც კვების პროდუქტების 80% გარედან შემოგვაქვს, სასტუმროების მოწყობილობების 90% გარედან შემოგვაქვს, შენ რეალურად რისი 5-10% რჩება შენთან დახარჯული ფულის, სხვა დანარჩენი მიდის საიდანაც კვების პროდუქტი მოგაქვს და საიდანაც სასტუმროს მოწყობილობა მოგაქვს. ან ჩვენ სხვა ქვეყნებს უფრო ვამდიდრებთ საქართველოში ტურიზმის განვითარებით. ტურიზმის განვითარების წინ ქვეყანაში უნდა შეძლო ის, რომ საქართველოში მოსახლეობის 80% შენი ქვეყნის საკუთარ პროდუქციაზე უნდა იყოს და ჩამოსული ტურისტის და ყველა უნდა მოდიოდეს აქ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სხვა პროდუქტები. ამისი თქვი და ვიმეორებ. მიწა, ქართული მიწა იმ დღეში ამ რამდენიმე ხნის შემდგომ ჩვენ გვექნება ბატონი თენგიზ ჯალიაშვილი, ბატონ რამაზ გახოგიძესთან სხვებთან მქონდა ურთიერთობა და ისაუბრებენ, რა დღეშია ქართული მიწა. მოწამლულია ბატონებო. უკვე 10 წელიწადში მისგან მიღებული პროდუქტი საწამლავი იქნება. რა დღეშია ჩვენი ტყეები? რა დღეშია ჩვენი წყალი? რა დღეშია ჩვენი ხაერი? ეს ყველაფერი აი ამის ანალიზს რო გავაკეთებთ, მაშინ მივხვდებით იმას, რომ ჩვენ გამარჯვებული ქვეყანა კი არ ვართ, ჩვენ დამარცხებული ქვეყანა ვართ. დამარცხებული ქვეყანა ვართ ჩვენ. ყველა ხელისუფლება თვლიდა თავს გამარჯვებულად. და მისი გამარჯვება რაში იყო? წინას მოუგო. და ამბობდა იმას, რომ ჩვენ დავამარცხეთ, შევარნაძემ თქვა, რომ დავამარცხეთ პროვინციული ფაშიზმი. სააკაშვილმა თქვა მე, რომ დავამარცხეთ, ესე იგი კორუფცია. მე მან თქვა, რომ კორუფცია აყვავდა სააკაშვილის დროსა და ამით მოვიდა ბიძინევანიშვილი. ბიძინევანიშვილის დროს აჯეჯილდა ყველაფერი. მე მსგავსი კორუფცია. და ამდენი მილიონერი მილიარდერი პარლამენტში და მის გარეთ მინისტრები როგორ ცხოვრობენ, როგორი პირობებით აქვს დეპუტატებს და როგორ სახლების მშენებლობა, რომელიც დამანგრეველია ქვეყნისთვის, როგორ ანაწილებენ ამ დეპუტატებზე, კატასტროფაა ეს. რომელი ქალაქები შენდება კარგად? თბილისი? მშენებლობები სად არის ბევრი? თბილისში? რატომ? იმიტომ რომ თავკომბალად იქცა, ყველას აქ უნდა და მოდიან სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. მეორე, ამ დღეებში მარნეულში ვნახე სასწავლო მშენებლობებია. აბა გაიკითხეთ ვინ აშენებს? ნახეთ აჭარაში, გაიკითხეთ ვინ აშენებს? სად არის საქართველო? სად არის ქართველი კაცი? ხელისუფლებას ვეკითხები, სად არის საქართველო? სად არის ქართველი კაცი? სისხლის შრობის პროცესშია? ომმა შიგნით გარდაიცვალა, ესე იგი, გადაინაცვლა? ასე მოხდა. რეალობა ეგ არის. მე არაფერს არ ვამძაფრებ. რეალობა უფრო მძაფრია. ოტიოსელიანს უყვარდა ეს გამოთქვა, რომ მე კი არ ვლაპარაკობ მწარედო. რეალობა უფრო მწარეა, ვიდრე მე ვლაპარაკობო. რეალობა უფრო მწარე. 30-მდე ხელმოჭრილი, ფეხმოჭრილი და ომში და ესენი ქუჩაში ვნახე დღეს, რომ იყვნენ გამარჯვების დღეს. ქუჩაში ზიან. ამ ერთ დღეს მაინც დაბადიჟეთ სადმე და ქუჩაში ნუ იქნებიან ესენი. ისაც ამ ქვეყანაში რეალურად ხდება და რასაც ჩვენ დღეს რეალურად უყურებთ, ეს ყველაფერი არის ძალიან სერიოზული ნიშანი იმისა, რომ ეს არის 21 საუკუნის ფეოდალური ქვეყანა. აქ დემოკრატიის ნიშანი არ არის. ფეოდალური ქვეყანა. ერთი ფეოდალი ზის, არჩევს კადრებს იმის მიხედვით, ვინ როგორი მონაა, რაც უფრო დიდი მონახარ ამ ფეოდალის, მით უფრო წინ წახვალ, თუ ოდნავ წინააღმდეგობრივი ხარ, ვერსად ვერ წახვალ, ჯობია ქვეყნიდან წახვიდე, იგივე ოტიესელიანი უნდა მოიყონო ამ ქვეყანაში, ან ხელიდან უნდა წახვიდე, ან ამ ქვეყნიდან უნდა წახვიდე, რო იცხოვრებო. ან ხელიდან უნდა წახვიდეო, ან ქვეყნიდან უნდა წახვიდეო. ქვეყნიდან წავიდა ის, ვისაც ხელიდან წასვლა არ შეუძლია,
და ქვეყანაში დარჩა ის, ვინც პრაქტიკულად მსახურად აქციეს და ერთი 100 კაცი მაინც არის ალბათ, რომელიც ობიექტურად და ვინმეს დავალების გარეშე. სამწუხაროდ მე ძალიან კარგად ვიცი, რა ქსელი ქონდა აქ უშიშროებას, კაგებს, რა ქსელი აქვს დღეს თქვა სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს და შტირლიცებით გაივსო ქვეყანა, ჩვენი რო გონია, აი ვისია და ვის ემსახურება ის, კაცი რო ვერ გაიგებს, ესაა რეალურად. და მეუბნებიან ხშირად, აი ამ პიროვნებას კარგად გამოვიდა, გამოსვლა რა არის, ცხოვრება მაჩვენე მისი ცხოვრების წესი. როგორ ცხოვრობდა? თუ პარლამენტში იყო, მაჩვენოს ერთი სერიოზული გამოსვლა პარლამენტში. თუ პარლამენტში იყო, მაჩვენოს ერთი კომიტეტის თავმჯდომარე იყო, ხო მაჩვენოს ერთი დოკუმენტი, რომლითაც მიიღო სერიოზული რაღაც კანონი შეიტანა. არაფერი. იქაც ასრულებდა რომელიღაც ქვეყნის დავალებებს, ეხლა ოპოზიციაში ასრულებს ქვეყნის დავალებებს. სხვა ქვეყნის დავალებებს. ჩვენ გვაქვს დიდი მომავალი. მაგრამ დიდ მომავალს აქვს ერთადერთი რამ, რომ ქვეყანაში დაპირისპირება უნდა დასრულდეს. დაპირისპირება უნდა დასრულდეს. მე ძალიან ბევრი ვინმე მეკამათება. აი რომ მომყავს მაგალითი ქუჯის, მეუბნები კარგით რა, აი რა დროს ქუჯია, რას ნიშნავს ეს ადამიანები ვართ. მე როცა ვეუბნები იმას, რომ თქვათ ქუჯის შემდგომ აი ეგ ბაგრატი მე გეუბნება რომ აი მე ვეუბნები 1000 მაგალითს. 1000 მაგალითს ვეუბნები აი ეგ დღეს, აი ეგ მაგალითები, აი როგორი კარგი ის არის, რომ რაღაცაზე თქვენს უარი, ძალიან ბევრი პიროვნება გაჩერდა. თავისთვის არის, იმიტომ რომ იცის, რომ დაპირისპირებით ისე იგი საშინელება მოხდება. მე არ მინდა ყველას ვეუბნები, რომ მაგალითი მაქვს მე თვითონ. როდესაც ჯერ კიდე საბჭოთა პერიოდი იყო და მე მოვხდი დაპირისპირებაში ძალიან დიდ გუნდთან და ვიყავით განყოფილების გამგეები, თქვათ 7 თუ 8 თუ 10, როდესაც თურმე ყველა მიდიოდა, ყველა თუ არა დიდი ნაწილი მაინც ხაზარაძე იყო მეორე მდივანი და მას ეუბნებოდნენ, რომ აი ის არ გვიწერს ხელს ამაზე, მე მეუბნებოდნენ ერთ რამეს, ან ხელი მოაწერე, რასაც მოგცემ და ან ფული აიღე. მე ვეუბნებოდი, მე არ მოვაწერ ხელს იმაზე, რაზეც რისი გაკეთებაც არ შეიძლება და უამრავი მაგალითი შემიძლია ეს მოვიყვანო, როდესაც თქვა პირველ მდივანს და ვიღაც იმას შევეწინააღმდეგე, ხელს არ მოვაწერ და მეორე ფულს არ ავიღებ. და მოხდა განხილვა, ყველა შეკვრიბა, რუხაძე იყო, აცხონოს ღმერთმა გარდაცვლილია, მეორე მდივანი ხაზარაძე იყო. ხაზარაძე კაცურად მოიქცა. ამან რო ახტა და რო ხმას ვერ იღებს ვერავინ, მე მოვითხოვე თვითონ შევიკრიბოთ ერთად და მოდი დავილაპარაკოთ ღიად. შევიკრიბეთ. ამისთვის მადლობა რომ ბატონმა რუხაძემ ყველა შეგვირებელი ყავით. შევიკრიბეთ. ცოცხალია დღეს უმეტესობა იმ ხალხის, ვინც ეს ამას ესწრებოდა. შევიკრიბეთ. და ეკითხება, რა ხდება, რა არისო, რაღაც დაძაბულობას ვხედავ აქ ამის იმაში, ხმას არ იღებს არავინ. და ვიდალ ხაზარაძემ თქვა რომ ჩემთან რო შემოდიხართო და მელაპარაკებითო, ხელს არ გვიწერსო და 1000 ეხა ფულის არ იღებს, ეს არ უდგო, ხელს არ გვიწერსო და ამას არ აკეთებსო. ეხლა რატო არ იღებთ ხმასო მემაზეო და მიავიღე პირველი ხმა და ვთქვი რომ მე მინდა მოგმართოთ მეთქი, ესე იგი ქალბატონი ნანული კაკაურიძე იყო ძალიან ღირსეული ქალბატონი და მე რექტორი და ძალიან განათლებული და კარგი მესამე მდივანი იყო და მას ვეუბნები რომ ოდესმე მე თქვენთან შემოსულ ვარ და ვინმეზე მილაპარაკნია რომელიმე ამ ხალხზე. მე ვიყავი მთავარი განყოფილების ხელმძღვანელი. განყოფილებათა განყოფილება იყო. ის რომელსაც მე ხელმძღვანელობდი 26-27 წლის ბიჭი. ვუთხარი მე ვინმესთან შემოსულ ვარ და მილაპარაკია რომელიმეზე, არაო. ისე მიმართე ხაზარაძეს, რომ მე თქვენთან მოსულ ვარ და რომელიმე ამ კაცზე მილაპარაკნია მეთქი, არაო. მე მეტი არაფერი არ მაქვს მეთქი სათქმელი, მაგრამ ეს ატ მოვყევი. როგორც დამთავრდა ეს შეხვედრა, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ უნდა წავსულიყავი იქედან. იმიტომ რომ ან მეუბნებოდნენ, ან ფული აიღე, ან ხელი მოაწერე. მე არც ერთი გავაკეთე, არც მეორე. და წავედი პეტერბურგში. ადამიანს მანქანა მემსახურებოდა, მაღალი ხელფასი მქონდა, ყველაფერი საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი და ღამის სვლაში მუშაობდი. პეტერბურგში ვსწავლობდი. გავცილდი სიტუაციას. გეკითხები თქვენ ყველას ბატონებო,
მე რომ ელაპარაკებით იმას რომ რა ვქნათ კი სწორი ხარ თქვენ რასაც ლაპარაკობთ მაგრამ მე რო ეს ვილაპარაკო ბიზნესმენიშვილი კარებს ჩამიკეტავს და ვერაფერს და კარები ისედაც ჩაკეტილი არა აქვს მან გამოაცხადა უკვე რომ მე არ ვილაპარაკები არავის პრემიერ-მინისტრს გარდა და იგია პარტიის თავმჯდომარეც და ამთავრდა ერთ კაცთან მუშაობ მეტი ვერავინ ვერ მოხვალ ჩემთან ესაა ქვეყანა ამას ითმენ ხომ დღეს ვინც ხართ ხელისუფლებაში ისტორიაში ყველაზე მძიმე შეფასება ყველა ის პიროვნება რომელიც დღეს ხელისუფლებაშია და ჩუმად არის თქვენ ყველაზე უკაცად იცით რაც ხდება არაერთი წასული ხელისუფლებიდან წასული პიროვნებისგან მათ შორის პრემიერ-მინისტრებისგან მომისმენია ისეთი რამეები რომ აი უკვე მეშინია რომ რა პრინციპებს ამკვიდრებს ბიზნესმენიშვილი და ხმას არ იღებთ თქვენ რატომ იმიტომ რომ არ დაკარგოთ ის შემოსავლები აბა მეტი რა არის მონობა დიდარი მონები რას ნიშნავს დიდარი გახდები მაშინ თუ მონახარ ვისი მონა ერთი კაცის ყველას ხვის მონაზე არ არის ლაპარაკი არ არსებობს პიროვნება დღეს რომელიც არის ხელისუფლებაში 90% არ მოწონს პირაცაურებში ეს ჩანს არ მოწონს ის რაც ხდება ქვეყანაში ხმამაღლა ლაპარაკობს ერთი თუნდაც არა მეტი რა არის მონობა ეს არის გამარჯვებული ქვეყანა ეს არის წარმატებული ქვეყანა თქვენ ებრძვით საქართველოს და ბედნიერია ყველა ადამიანი რომელმაც ღირსებით იცხოვრა და გუშინ არ გაგვიძებულა ღირსებით იცხოვრა და რომელიც ფიქრობს იმას რომ ღირსებით იცხოვროს შემდგომშიც და ისე წავიდეს ამ ქვეყნიდან ვინც სიკვდილამდე არ მოკვდება აი ის კაცია დასაფასებელი კაცი როგორ შეიძლება რომ მონა იყო ვინმესი და ეს არ ნიშნავს სიკვდილამდე მოკვდი უკვე ხომ მკვდარი ხარ აბა რა ხარ ხელისუფლებაში ხარ არ მოგწონს არაფერი ხმას ვერ იღებ მკვდარი ხარ აბა რა ხარ მონა ხარ აბა რა ხარ ხელისუფლებაში იყავი ბიზნესმენიშვილს ბელაც ეძახდი წადი ხელისუფლებიდან და რაებს ლაპარაკობ მონა ხარ აბა რა ხარ და შენ გენდო როგორ გენდობი შენ ჩვენ ძალიან ბევრი რამის გადაფასება გვჭირდება ძალიან ბევრი რამის დღეს ეს დღეა ევროპა ნიშნავს ამას ევროპა ნიშნავს ღირსებით ცხოვრებას ის ღირსებით ევროპისაგან ეს არის ყალბი ლოზუნგი რომელი ღირსებაზეა ლაპარაკი ვიმეორებ საარსებო მინიმუმი დღეს უხეში გათვლით 3000 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს ხელისუფლების გარდა და ბანკირების გარდა მითხარით ვის აგაქვთ ეს რომელ ოჯახშია რომ ყველა ადამიანის არსებობისთვის 3000 ლარის პარკლებში რო იხარჯება გარდა ბანკირებისა და გარდა ხელისუფლებისა ვინ რომელი ასეთი ოჯახი არ არსებობს ესეთი ოჯახი არ არსებობს რომელ გამარჯვებაზეა ლაპარაკი ვინ ყველა ცდება ვინც ლაპარაკობს რომ აბა ეს ევროპა გინდათ ხმამაღლა ვამბობ ევროპული ღირებულებები უდრის დასავლურ ღირებულებებს დასავლური ღირებულებები უდრის ქართულ ღირებულებებს და ევროპული დასავლური და ქართული ღირებულებები ერთდროულად ქრისტიანულ ღირებულებებს არავითარი კონფლიქტი არ არის აბსოლუტურად არაფერი კონფლიქტი არ არის კონფლიქტი არის სად ევროკავშირმა შემოიღო რაღაც ღირებულებები და ფასეულებები რომელიც ებრძვის ევროპულ ღირებულებებს და ფასეულობებს მე კონკრეტულად არ ვებრძვი მაგრამ მიმაჩნია რომ აი აგერ გამართდა ევროკავშირის გამართდა მეცნიერთა კონგრესის ესეთი ძალიან შეფასება რომ ესე იგი მართლდება მეცნიერთა კონგრესის მიერ წლების წინ დაახლოებით 12 წლის წინ ითქვა გამოთქმული მოსაზრება ევროპის ყოველი არჩევნები იქნება დისტანცირება ევროკავშირისგან და დაბრუნება დასავლურ ღირებულებებთან ჩვენ ღირებულებების გამო არ ვებძვით მას ევროკავშირმა გვითხრა ამ შემთხვევაში ჩვენთან მართალი იყო გვითხრა რომ არჩევნები ჩაატარეთ კარგად გეკითხებით ახლა აი აგერ ერთმა პიროვნებამ დამირეკა ამის წინ და მითხრა დახურული კვლევა ჩაატარეს ქუთაისში
ხო და ნუ აი თქვა მერი საუკეთესო და ეს და რაღაცა 90% ხმა შენ მიიღო. არჩევნების დროს 2%-ს ვერ ვიღებ ხმას. რომელ პატიოსნად არჩევნების ჩადარებაზეა ლაპარაკი? ღიათ აი ეგეთ 1200 კაცი გამოვიდა, იყო ვინ გინდათ ხელმძღვანელად და ვინ იყო კარგი, მე 1100 მხარდაჭერა მე მივიღე. სხვა კაცი არ დასახელებულა არავინ. და მე იქ არჩევნებში 1-2%-ზე რომელ რა გითხრათ ევროკავშირმა გარდა იმის რომ პატიოსნად ჩაადარე არჩევნები იყო. თქვენ გეშინიათ იმ ადამიანების რომლებიც პატიოსნად მოიგებენ, ვიდრე თქვენი მონები არ იქნებიან. ეს რა ღირებულებებია? და ამის გამო ვძვით ევროკავშირს, ამის გამო მადლობას ვეუბნები მე ევროკავშირს, რომელმაც გითხრათ რომ არჩევნები არ ჩაგიტარებიათ პატიოსნად. მე ევროკავშირის ძალიან ბევრი რამ არ მომწონს. მე ძალიან კარგად ვხედავ იმას, აი ეგერ ახლა ხალხი რომ ასახელებს კანდიდატურებს და ამას გამოქვეყნდება ახლა საერთოსია და ესე იგი ერთ კაცს, ნუ 3-4 კაცია რომელიც ხელისუფლებიდან დაასახელეს. დანარჩენები სულ სხვა ადამიანებზე რომ საკითხი იდგა ასე, ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ საქართველოს ხელისუფლება. და საინტერესო ადამიანები დაასახელეს. უამრავ ჩვენ არ ვიცნობდით. და რა ბედნიერია, რა სიმდიდრეა ქვეყნისთვის, როგორი ხალხი ყავს ამ ქვეყანას. და ვის ხელშია ქვეყანა? უციგნურობამ წალეკა ყველაფერი. ქართულად ციგნი არ აქვს საკითხული ბევრს. ამისი ძალიან კარგად მითხრა ერთმა პიროვნებამ, რომ დასვით ხელისუფლების წარმომადგენლები და თავისი ავტობიოგრაფია დააწერია, თողონ არავინ არ გაასწოროს, უთხარით დაწერეთ, უნდა იმაზე იყოს ლაპარაკი ორ გვერდზე. ნახევარ გვერდზე კი არა, ორ გვერდზე დაგვიწერეთ თქვენი ბიოგრაფია. ჯერ მაგი იმას ნახავ რა ბიოგრაფია და მე მეორე იმას ნახავ როგორ დაწერს. და ამბობენ, პედაგოგი იყო სხვა შორის და მითხრა რომ 10 ბალიანი სისტემა ხო არისო? ერთი ორს ვინც მიიღებს 10 ბალიანი სისტემითო, ჩავთვალოთ რომ ნორმალურია. ეს ნორმალურია ბატონო. აი აქ ჩვენ ვამბობთ აი ესეთ იმაში ევროკავშირის ესე იგი ევროკავშირის დისტანცირება შეიძლება ყველა ხელისუფლება ჩვენ ეს და ზუსტად მიდის ყველაფერი იქეთკენ რომ ევროპაში რა არჩევნები ჩატარდა იცვლება ყველგან ხელისუფლება. არსად იმ ძველი ხელისუფლებებს არ ტოვებენ. განსაკუთრებით იმათ, რომლებიც ვთქვათ აი ევროკავშირში არის ასეთი რომ შეთანხმებული დუმილი. ამას ქვია შეთანხმებული დუმილი. რომლითაც ევროკავშირის უმეტესი ქვეყნები აი დუმილში არიან, მაგრამ რაღაც პრივილეგიებს იღებენ. ეხლა რუმინეთი დადგა რიგში რომ ამძიმებს ურთიერთობებს ევროკავშირთან. უნგრეთმა დაამძიმა, სლოვაკეთმა დაამძიმა, სერბეთმა დაამძიმა. ეხლა აი აგერ პოლონეთშიც რაღაც ისინი დაეწყო ყველგან. რატომ? იმიტომ რომ საბჭოთა უფრო მძიმე იქნება ევროკავშირი უფრო მძიმე ფორმას იღებს, ვიდრე საბჭოთა კავშირი იყო. უფრო მძიმე ფორმას იღებს, ვიდრე საბჭოთა კავშირი იყო. ეს რა თქმა უნდა მიუღებელია და ამისგან თავის დაზღვევაა საჭირო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპას ვებრძოლოთ და ევროპა ვაკრიტიკოთ და ამერიკა ვაკრიტიკოთ. მე ვერ წარმომიდგენია ქართველი კაცი, რომ მას თუ არ ექნება საშუალება თავისუფლად იაროს ამერიკაში, თავისუფლად იაროს ევროპაში. მე ვერ წარმომიდგენია საქართველოში ადამიანი, რომელიც თმობდეს იმას, რომ ვთქვათ ბანგლადეში და მაშინ დადიოდეს ავღანეთში, ცუდი არაფერი არ არის, დადიოდეს უვიზოთ და ამის გამო დაკარგოს ამერიკის და ევროპაში თავისუფალი ევროპა, ეს არის სულიერება. ევროპა ევროკავშირი არ არის. ევროპა არის უდიდესი ისტორია და უდიდესი ტრადიცია. ნახეთ რა ქვეყნებია ეგ. საბერძნეთი, უდიდესი ისტორია. ესპანეთი, უდიდესი ისტორია. გერმანია, უდიდესი ისტორია. საფრანგეთი, უდიდესი ისტორია. ბრიტანეთი, უდიდესი ისტორია. ესენია, ესაა ევროპა. და კიდე ბევრი რომელიც არ ჩამოვთვალე, რას ვებრძვით ჩვენ? ამაც წინააღმდეგ გვინდა ბრძოლა, როგორ შეიძლება ეგეთი რამე? ჩემთვის არ დგას საკითხი ასე. და შეცდომაა საერთოდ რო დგას საკითხი, ევროპა თუ რუსეთი? ვინც ამას ვამს, ის ავანტიურისტია. ვინც ასე ლაპარაკობს, ევროპა თუ ის ამით იპოვებს ავტორიტეტს, რაღაც გარკვეულს, ევროპა თუ რუსეთი. დღეს ძალიან ბევრმა უკეთქვა რუსეთი. მე საკითხის დასმას ვებრძვი ასე. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ევროპა, გარსად არ შევდივართ, ვართ ევროპა
ევროკავშირში ვიქნებით, არ ვიქნებით, ეს არ არის, თქვა საზომი, ჩვენ ვართ ევროპა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვებრძოლოთ სხვას. მე არ ვცნობ საკითხს ევროპა თუ რუსეთი. ჩვენი პრინციპი არის ერთი რამ. საქართველოს თანამშრომლობს მეგობრობის ხელშეკრულებებს, სტრატეგიული მიმართულების ხელშეკრულებებს აფორმებს იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, პატივს მიაგებენ მის სუვერენიტეტს, თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. ესაა ჩემთვის საზომი. ყველა 17 ქვეყანა, რომელთანაც უვიზო რეჟიმი განხორციელდა, 17-ვემ აფხაზეთთან დაკავშირებით ჩვენ საწინააღმდეგოდ მიცა გაეროში რეზოლუციას ხმა. ჩვენ საზღვარი გავხსენით. იმ პრინციპის მიხედვით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის საკითხის დასმა ევროპა თუ რუსეთი არის აბსოლუტურად არასწორი. ჩვენ ვამბობთ ყველა იმ ქვეყანასთან თანამშრომლობა და მეგობრობა, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, პატივსცემენ ჩვენ სუვერენიტეტს, თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. აი იმ ქვეყნებთან ურთიერთობა. რა შვაშია? რუსეთი თავისთავად ამოვარდნილია აქედან, იმიტომ რომ არ ცნობს ის ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას. და პირიქით დაგშალ. არ მომეცა საშუალება, არ არის მარტო დრო, არ არის მარტო ფინანსებია და რაღაცა რომ წავიდე თქვა. აი რუსეთში თორე მინდა მიმართო რუს ხალხს და უთხრა რომ თქვენმა ხელისუფლებამ დაგაკარგვინათ თქვენ ურთიერთობები საქართველოსთან და ქართულ ხალხთან. დაგაკარგვინათ იმის გამო რომ თავის ხალხს ეძებენ აქ და უნდათ უფროსობა ჩვენზე. ჩვენი უფროსი ვერავინ ვერ იქნება. საქართველოს უფროსი არის საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხი. რომელი ქვეყანა შეეცდება რომ საქართველოს უფროსობაზე რაღაც გამოაცხადოს პრეტენზია, ის ქვეყანა არის ამ ქვეყნის მტერი. ვინც არ უნდა იყოს ის? ამ ქვეყანას ყავს ერთი პატრონი. საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ხალხი. მამული შვილები, რომელიც საქართველოში და საქართველოს გარეთ ცხოვრობენ. ჩვენ დღეს ისეთი პლატფორმა გვაქვს ქვეყნის გარეთ ცხოვრები ქართველების გამო, რომ ძლიერი ხელისუფლება, ეროვნული ხელისუფლება რომოვა ამ ადამიანებს გამოიყენებს. კარგი გაგებით ვამბობ ამას. გამოიყენებს, რომ იმ ხელისუფლებებთან იმ ქვეყნებში უაღრესად დიდი პოსტები მედიცინის, ხელოვნების, კულტურის და თელ რიგ საკითხებში უჭირავთ ქართველ ხალხს. ამისი ვნახე, აი როგორია ქართველი მეცნიერების ერთი ის იყო სასწაულრამეებში არიან ჩვენი მეცნიერები ჩართულები. იქ ძიმე საუბარი გამოგვივიდა, მაგრამ გამარჯვების დღეა. საქართველოს მინდა რომ გამარჯვებული იყოს. მაგრამ საქართველოს ჭირდება არა უბრალოდ გამარჯვება, არამედ სიკეთით გამარჯვება. საქართველოში დღემდე იმარჯვებდნენ პოლიტიკოსები, იმარჯვებდნენ პარტიები, დამარცხებული გამოდიოდა ქართველი ხალხი და გამოდის ქართველი ხალხი. საქართველოში იმარჯვებდნენ დღემდე ვინც დიდ ტყუილს იტყოდა, დამარცხებული გამოდიოდა ვინც მართალს დაელაპარაკებოდა ქართველ ხალხს. ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს. საქართველოში უნდა მოვიდეს ეროვნული სულის ხელისუფლება. ქართული მხოლოდ ქართული გზა, ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს. ჩვენ გუშინ წინ გავაკეთეთ ანალიზი, რას ნიშნავს ქართული გზა ამ წიგნში ჩამოყალიბებულია. ესე იგი, ერთი 15 დღე დაძაბული მიდიოდა ყოველ წინააღმდეგობაზე მუშაობა, რა ჩაგვეწერა, რა ამოგვეღო. ჩვენ როდესაც გქონდა წინასწარ ვამბობდით რომ საქართველოს საყრდენები ბიბლია რა თქმა უნდა, საქართველოს ცხოვრება და ვეფხისტყაოსანი, მაგრამ იონე პეტრიძის ან ფილოსოფიური მემკვიდრეობა ქართული იონე პეტრიძის სახელწოდებით რო ვთქვათ, ისაც ეკონომიკურ მემკვიდრეობასთან ნიკო ნიკოლაძის ეს უნიკალური ეკონომიკური მემკვიდრეობა, ისაც დიმიტრი უზნაძის დიდ მეცნიერებასთან, განწყობის თეორიასთან არის დაკავშირებული და ილია ჭავჭავაძის ეროვნული მემკვიდრეობა. აი 4 საყრდენი. ილია ჭავჭავაძემ გვითხრა კარგად, ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს. და რა ჭირდება ქვეყანას დღეს? ბედნიერი მორიგება, ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად. გენიალური კაცის, ერის მამის ნათქვამი ეს. ვინც ამას არ აკეთებს და დაპირისპირებაშია, დამთავრებულია დაპირისპირებიდან გასვლას უნდა კაცობა. და დაპირისპირებიდან გასვლა არ ნიშნავს დამარცხებას. მე გითხარით რომ გავედი დაპირისპირებიდან. ღირსეულად რომ, მაგრამ მე რო დავჩენილიყავი, ვერც იმ განათლებას ვერ მივიღებდი
და მეორე ვერც გავხდებოდი ის რაც შემდგომ სხვა მასშტაბი მომცა მე გარეთ ქვეყნის გარეთ ცხოვრება თუნდაც პეტერბურგში და შემდგომ სხვა ქვეყნებში და ასე შემდგომ და სხვა მასშტაბი მომცა მე რო დავჩენილიყავი აბსოლუტურად არავითარი პერსპექტივა იქ არ მექნებოდა იმ ჭაობში ვიქნებოდი გასვლა არ ნიშნავს მაგრამ გასვლა ის კი არა რომ გაგაგდებენ და მე რო ყვირი ხარ ჩემი წავედიო გასვლა არის როდესაც თანამდებობაზე ხარ ზენიტში ხარ არავინ არ გაგდებს მაგრამ შეხედე რომ ცუდათაა საქმე გამოხვალ და იტყვი ქართველ ხალხს ეტყვი რომ მე ამის გამო მივდივარ მაგრად ვიყოთ ძლიერად ვიყოთ იქმნება ნელ-ნელა შეიკრება ქართველი ხალხი და მიხვდება იმას რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის არცეც არ აირჩევს არ შეიძლება დღეს ხელისუფლებაში იყო და ასე ილანძღებოდე ოპოზიციის და ოპოზიციის მხარდამჭერების მიმართ და არ შეიძლება ოპოზიციაში იყო და ასე ილანძღებოდე ხელისუფლების მიმართ არ შეიძლება დღეს ოპოზიციაში იყო და დარბოდე გარეთ და ჩაშვებას აკეთებდე ხელისუფლების წარმომადგენლების და არ შეიძლება კიდე ხელისუფლებაში იყო და ოპოზიციის იმაზე ლაპარაკობდე ქვეყნის გარეთ ერთმანეთზე ცუდი კი არ უნდა ვილაპარაკოთ თუ რაიმე სათქმელი გვაქვს ერთმანეთთან აქ ვილაპარაკოთ არა ერთმანეთზე არამედ ვილაპარაკოთ ერთმანეთთან ეს იყოს გამარჯვების ჩვენი ფორმულა ვილაპარაკოთ არა ერთმანეთზე არამედ ვილაპარაკოთ ერთმანეთთან და ჩვენ გვჭირდება არა ფულით არა ქურდებით არა თქვათ ვიღაცების მხარდამჭერი თუნდაც გარეძალების არამედ სიკეთით გამარჯვებული ძალა ჭირდება ქვეყანას დადგება ეს დრო შეიკრება ნელ-ნელა კაცი თოკაცებული სიკეთე შეიკრება ერთ დღეს ერთ მუშტად შეკრული სიძულვილის სიყვარულით დასამარცხებლად აი ესაა ხელოვნება ესაა დიდი პოლიტიკა ესაა მეცნიერთა კონგრესი მაგრად ვიყოთ